დისკიდან ინფორმაციის წაშლა არ არის შესაძლებელი ყველა დისკზე. არის გარკვეული რაოდენობა დისკებისა, რომელზეც ეს დასაშვებია. ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ Neros, ვიყენებთ პროგრამა Neros მე-7 ვერსიას ვიდეო გაკვეთილში და განვიხილოთ დისკის წაშლა. ეს არის აჩისტით CD, აჩისტით DVD. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა სახეობის დისკი გვაქვს, ეს არის DVD დისკი, თუ ეს არის CD დისკი, ხოლო მის შესახებ ინფორმაციის მიღება შეგვიძლია, რა თქმა უნდა, მასზე წარწერეთ. ამ შემთხვევაში ვნახოთ DVD plus RWS წარწერა, როგორი იქნება. ანუ ეს არის დისკი, რომელზეც შესაძლებელია როგორც ჩაწერა, ისე წაშლა და გამოვიყენოთ შემდეგი ჩაწერისთვის. ანუ ეს არის DVD დისკი, რომელსაც აღნიშნვა RW, ანუ RW. ეს ნიშნავს, რომ დისკზე შესაძლებელია როგორც ჩაწერა, ისე წაშლაც. მას შემდეგ რაც გვეცოდინება, რომ ჩვენი DVD ან CD დისკი არის RW, იმაზე ჩავწერეთ დავუშვათ რაღაც ფილმი და ეხლა მინდა ამ ფილმის ამოშლა. ვაწვევი აჩისტით DVD, თუ DVD გვაქვს დისკი, თუ CD დისკი გვაქვს, მაშინ აჩისტით CD. სწრაფი წაშლა თუ სრული წამოშლა, ანუ დეტალურად ნელ-ნელა წაშლა ვირჩევ, რა თქმა უნდა, სასურველს, იყოს პონი დავუშვათ და ვაწვევი სტერეთ იმ შემთხვევაში, თუ დისკი მაქვს. ამ შემთხვევაში მე დისკი არ მიდევს წამკითხველში და შესაბამისად აქ სტერეთ გაუქმებული მაქვს, სტერეთ ან წაშლა გაუქმებული მაქვს. თუ დისკი იქნება, რა თქმა უნდა, ეს ღილაკი იქნება აქტიური და მასზე დაჭერეთ უბრალოდ შეივსება. მასზე დაჭერეთ უკვე დაიწყება წაშლის პროცესი. დასრულების შემდეგ ჩვეულებრივ დისკი არის თავისუფალი და შეგვიძლია მასზე ხელმეორედ ჩაწერა.